აი ვისაც გიყვართ ჩილი ზუსტად იგივე გემოვა. გამარჯობა მეგობრებო, საბა ჯერჯერობით არ არის, მაგრამ მალე იქნება და დღეს ჩვენი ეპიზოდი მიეწუნება ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ჩვენს კომენტარებში კერძს, რომელიც მოითხოვეთ Big Mac-ის დაკვირვები რო გავაკეთეთ მაგ დროს, იქნება ცხარე, ყველით სავსე, ხორციანი ბურგერების, ასე ვთქვათ, ჩილი ჩიზბურგერის ეპიზოდი. რომელიც როგორც მივხვდით, ბევრი თქვენგანის საყვარელი ბურგერია და ასევე ჩვენი საბუნიე კაცის საყვარელი ბურგერიც ყოფილა. ერთი გასწრებით ორ კურდღელს დავიჭერდა და თქვენს გაგახარებთ და ჩემს საბუნიე კაცსაც, იმიტომ რომ მოშიებული არის ეხა და ზის კამერის უკან ცუთხასიათზე. დღევანდელი ეპიზოდი არც გრძელი ეპიზოდი იქნება, თქვენ არ გიყვართ გრძელი ეპიზოდები, რადგან ბევრი საჩალიჩო ასე ვთქვათ, ეგეთი რაღაცები არ მოგწონთ და ეს იქნება ძალიან მარტივი. გავაკეთებთ ყველი სოუს, გავაკეთებთ ხალაპენიოს, ასე ვთქვათ, მარინადს, რომელიც ან დამჟავებულ ხალაპენიოს, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ რომ იყიდოთ თუ არ გინდათ რომ დამჟავოთ თქვენივე ხალაპენიო. ყველი სოუსი, ხორცი, ხალაპენიოს მარინადი და ეგ არის მთელი ჩვენი ჩილი ჩიზბურგერი. პურის გამოცხობის სწავლა თუ გინდათ, დიდი ცემით გასწავლეთ, დაგვიწერეთ კომენტარებში რომ გვასწავლე დიმიტრი ჩილი ჩიზბურგერის ან ბურგერის პურის რეცეპტი, მაგრამ თავარია მოითხოვოთ, რაცაც მოითხოვოთ ის მოგეცემათ. გვაქვს ჩვენ McDonald's-ის ბურგერის პურები, გვაქვს სახოლის ხორცის ფარში, მაღალპროცენტიანი ცხიმიანები დაახლოებით 80-20-ზე. ასევე ჩვენ დაგვჭირდება დამჟავებული ხალაპენიოსთვის დაახლოებით ნახევარი ჭიქა ძმარი, თეთრი, ნახევარი კოკაკოლის ჭიქა, წყალი, შავი პილპილის მარცვლები დაახლოებით 1 ჩაის კოზი, 3 კბილი ნიორი, შაქარი 2 სუფრის კოზი და 1 სუფრის კოზის მარილი. ამიტომ ჯერ დავიწყებთ ხალაპენიოს დამჟავებას და დაწყებას, შემდეგ გადავალთ სხვა დანარჩენებზე. დღეს გადავწყვიტე ესეთ რაღაც რო ჯერ საბა მარიცის. დღევანდელი ეპიზოდი მთლიანად გაკეთებული იქნება საბას მიერ, რადგან მივხვდე და ვიცოდე რომ ჩემი დიქტატი, ასე ვთქვათ, სწორი არის ხოლმე და თქვენ თუ კარგად აკეთებთ თუ არა. ამიტომ ძალიან და კაი იდეა თქვა დიმიტრიმ. ხო, გამოიწერეთ საბას TikTok არხი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დააკომენტარეთ კიდე რისი სწავლა გინდათ და გვანახეთ საბა როგორ გიყვართ და გვანახეთ რამდენად გსიამოვნეთ საბას დანახვა. იმიტომ რომ მე ვიცი რომ თქვენ გსიამოვნებთ. ძალიან სასიამოვნო პიროვნება. ძალიან სასიამოვნო ეპიზოდი იქნება, იმიტომ რომ ყველაფერს ჩემით გავაკეთებ. ექსპერიმენტალური, იმიტომ რომ უნდა დავტესტოთ ჩემი სკილები, ოღონდ ამჯერად ნამდვილად დავტესტოთ. დანა ყოველთვის უნდა გავლესოთ. აი, ჯერ ხელებს დავიბან. კი ბატონო. ხელები დაფანილია, მე მზად ვარ. შენ მზად ხარ. კარგი. ცო, წავიდა. აბა? ესეც არის პოპულარობა შემოგაგო ხო? პირველი ვაკეთებთ ხალაპენიოს მარინადს. ციტრებს. ხალაპენიოს მარინადს, კი. ეხლა შეგიძლია შენ დაჭრა. კარგი, უნდა დავჭრათ ხალაპენიო წვრილად. ვიცი ხა? გვიწერდნენ რომ ისაო დიმიტრიო ნერვიულობდაო, საბა რო დანას იღებდაო, მაგრამ მე ძალიან მოქნილი ხელები მაქვს და დანას ძალიან კარგად ვფლობ. მიდი. ამიტომ არის დაჭერე ჩემზე. აი ზომები რა? კი, მშვენი. ეს ახშავებდა რა? ეგ ჩაყარე მაგაში? ეს თავთავები გვინდა? კი, სიცხარისთვის. ო. თუ გინდათ რომ ნაკლებად ცხარი იყო, შეგიძლიათ შუაზე გაჭრათ, თავთავები ამოიღოთ. ანუ თესლები. ეხლა ამასობაში აიღებ ამას და ძმარი, წყალი, შაქარი, მარილი, ეს და ეს. ყველაფერი ჩაყარე შეგიძლიათ. ოკეი. ძმარი, ორივე ეგ ჩაუშვე. ერთი. შაქარი, მარილი, კი, გაიბიჭი ხარ. პილპილი, ნიორი. და ეხლა შეგიძლია შემოდგა ცეცხლზე 6-დან 7-მდე. დავდგავთ და ხშირი მორევით, ხო? ხშირი მორევით, რომ გაიხსნას, გემოები რომ გამოუშვას, ყველა ამ კომპონენტმა, რომელიც ჩვენ ჩავყარეთ შით. სანამ დუღდება, შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ჩიზბურგერი რატო გიყავს ვერ გავიგეთ რა. იმიტომ რომ ჩიზბურგერი ცხარეა და მე ყველაფერი რაც ცხარეა მიყვარს. მე კარგად ხარ ხოლმე ცხარის ჭამის მერე? კი. ჩემი წინაპრები, კერძოდ ებრაული მხარე იყო მოროკოდან გადასული, იმპორტირებული საზოგადოება ისრაელში. შენ ვიზის ხარ შთამომავალი დავითი? კოჰენის. კოჰენებში გავდი ვარ მე. მართლა იდა ხე? პატარა ისტორიული გაკვეთილი. კი, ნამდვილად ამან ამოუშვა ოფლისუნი, გაუშვა ისეთი სპეციფიური ოფლისუნი, როგორც უნდა გაუშვას და როგორც აქვს ათლეტ ადამიანებს, რომლებიც ცუდად ჭამენ. კაი, რამდენი ხანი უნდა ურიო დავიღო? ცოტა უნდა წამოდუღდეს. სადაც იმის ეს ფორმატი არ კაი, შო, წამოდუღდა ამასობაში. უფრო მომწონს, როცა მე ვერთოვი დიმიტრი ამზადებს. წამოდუღდა ამასობაში და შეგიძლია ჩაასხა, შემიძლია ჩავასხა, ხო? გალაპენოის და ეხლა ეს ამას უნდა დავაფაროთ თავზე. პლასტიკი? პლასტიკიდან დავაფარო და შევინახოთ მაცივარში დაახლოებით მინიმუმ 3-7 დღე. 4 საათი და შეგიძლიათ შევინახოთ 3 თვეც და 6 თვეც რა.
ესე პლასტიკი? პლასტიკით არა, თავდახურული. ეს პლასტიკით ეხა იმდენ რადგან ჩვენ უნდა გამოვიყენოთ, ჩვენ ვეჩქარება და უნდა ავიღოთ. ამიტომ თქვენ თუ სახში გააკეთეთ ეგრეთ წოდებულ ქილებში შავასხით, თავზე დააფარეთ ჩვეულებრივად და შეგიძლიათ ძალიან დიდი ხანი შეინახოთ. ამასობაში, რა თქმა უნდა, მე სახლიდან წამოვიღე ჩემი გაკეთებული ხალაპენიოს მარინადი, რომელიც არის უკვე დაახლოებით 10 წლის. 6 თვის ალბათ. მე მგონი 6 წლის. და ეხა უნდა გადავიდეთ ყველის соуსის მომზადებაზე, ხო? ყველის соуსის მომზადება მთავარი არის ყველის соуსი, მეგობრებო, ამ რეცეპტში. ძალიან სპეციფიური, ძალიან გემრიელი, ძალიან მდნარი და ძალიან სანსალა ყველის соуსი. არ ვიცი, ხა მაგას ვაკეთებთ თუ ძალიან ცუდ ყველის соуს, რომელიც კონკურენტ fast food-ის მე არ მეყვარს ყოველ შემთხვევაში, ცხელი ყველის соуსი. წინ მაგის წირო არის. გოგონა რო ახატია. გოგონა რო ახატია. მე არ მომწონს. ყველას თავისი გემოვნება. ყველას თავის გემოვნება. შეეგრე. და ეხა ჩაყარე წითელი და ღრღელი წაკა. შიგ ჩავყაროთ და სწრაფი მორევით ურიო. ეგრე ურიო, ხო. თუ სასრულ რაღაცებს მაკეთებინებს რა. კაი. დავირჩი. ეგ ეხა წინ გადადგე. აქციაზე რო გავუშვეს იმის სულ გემოვა. დაინფუზირდეს გააკეთე, ეგ მინდა ვარ. ინკუბაცია გავუკეთეთ. კაი, მე. ეხა ყველის დავხეხოთ. მე. პლიან დახეხოლე. მი. ხილად იყავ. ძალიან ბასრი არის ეს ჩვენი სახეხი. დიმიტრი სულ იჭრის, მე რაც მაქვს ნანახი. სულ მიკვირდა რომ როგორ იჭრით, ხო, მაგრამ იქნებ მეც შევუერთდე კლუბში გავწევრიანდა დღეს. და ყველიც დახეხილია. აქ არის დაახლოებით. ესაც შედარი. 200 გრამი შედარი, კი ბატონო, გვაქვს 200 გრამი 20%-იანი ნაღები და ზეთი გვაქვს ჩასხმული დაახლოებით 1 სუფრის კოვზე, არ 9 სუფრის კოვზე და პეპერსია 1 ჩაის კოვზე წითელი და ღრღელი წაკა. ხო? ეს უკვე დაინფუზირებული არის. ინკუბაცია გავლილი აქვს. ინკუბაცია გავლილი აქვს და ეხლა დავაბრუნოთ ესე უკან ცეცხლზე. შორტებშიც არ მინახა. ვიდი, ნელა შეჩემოდა აქცია დეგენერატია. კაი, რა ვქნა ეხლა დიმა? მე გაუნა წამოვადგე და ნელ-ნელა ყველი დაამატე, ძალიან ნელ-ნელა. ნელ-ნელა. აჰა. ეხლა ეგრე ძალიან ნელ-ნელაც არა. აი, მიდი. აქაც სწრაფი მორევა გვინდა? ვა, უკვე მასა მივიღეთ. ეს წინაშე იბადება შედევრი. აიჭრა? უპრეცედენტო შემთხვევა, მეგობრებო, აიჭრა ყველი. როცა რა ნიშნავს, როცა პროფესიონალი აკეთებს. და ამეჭრა ყველი. რა ვქნა? ჩემბრალია, მაგრამ მაპატიეთ. ეხლა ვესწრებით გამოსწორებას. გვეშველა, მეგობრებო. ეჭვით არ მეპარებოდა. ეხლა ამას დავამატებ ცოტა მარილს. დავამატებ ცოტა პილპილს. всё. მაგას ამოურევთ ეხლა, მისგანეთ. მაურია. კაი, ხო, დამოვაბურთავთ 125 გრამიანი ბურთები. 125 გრამიანი, ანუ უნდა ავწონოთ? ეს არ იქნება ეხლა 125 გრამიანი? შევამოწმოთ, რამდენად კარგი ხელი გაქვს. მოიცა მაშინ მოიცადე? 23-ია მეგობრებო, 123. 2 გრამი აქ რაღაცა მოგზოდა ჩავაგდე და აი ეს მოგზოდა. აი ძალიან მაგარი თვალი მაქვს მეგობრებო. აი ხა ამას კიდე 4 ხარ. სმეშად ვაკეთებ? სმეშად ვაკეთებ. ეგ არის. ეხლა ტაფა ძალიან უნდა გააცხელო. ძალიან უნდა გააცხელოთ, გავარვაროთ ტაფა. მართლა. ასე ვთქვათ. ასე ტაშის დაკვის ესეთი პრინციპი. მე წინა ცხოვრებაში სპანჯბობი ვიყავი. ბურგერების შეწვა ძალიან კარგად გამომდის. როგორც გახსოვთ, მიწიერში რომ გადიოდა მაგ წელს დიმიტრიმ ხელით გადაღუნა ესე. ჩვეულებრივი იყო და აი ეს ხელით გადაღუნა ძალიან ძლიერია, მე ვეღარ ვღუნა. მაგის ის არის, გადმონაშთი გამოატანეს ნიჭიერიდან. შეგვიძლია დავდოთ. დავდოთ და დავსმეშოთ. კი. სმეში სად არის? მიდი დადე. ესე ავიღებთ, დაადებ ამას და ეს და დასმეშო. მიდი. ეხა მეორე მხარესაც დავაცვალოთ, რომ 2-3 წუთი შეიწვას, სამი შეწვა ჩვენ ამ სამ ბურთულასაც შევწვავთ და სამივეთი ერთად დაგიბრუნდებით. ამ გენს აღარ უნდა, ყურებს გავხუხავთ, ყურების შევდახდება. ეხა კარაკი ცოტა ტაფას წავუსვათ. ყველაფერს შენ გააკეთებ, ყველაფერს მაინც თვითონ აკეთებს, აი როგორ მზრუნველია რა. აგდოთ ყურები. ამდა ჩვენ შემწვარი გვაქვს ბიფფეთიები, ანუ ხორცი. ზევით დავედეთ ყველი დაადნა ზემოდან, ეხა ცოტა ხანი ისვენებს, მანამდე პურიც გაიხუხება. და შეგვიძლია რომ უკვე ავაწყოთ ჩვენი საოცარი და შესანიშნავი ჩემი ჩიზბურგერი. შვილო. შვილო. ჰეი შვილო. ამდენი წლის ხარ 12. შენ ხელა რო ვიყავით 13-ის ვიყავით. ქვედა ბანები ავიღე. აიღე მაიონეზი. მაიონეზი. კი ბატონო, ეხლა მეორეს გადავუსვი კარგად თლიანად. კარგი. შეფ, კარგი შეფ. კარგი რა შეფ. კეჩუპი. ცოტა ვუყოთ. აი ეგრე. მეგახარ.
ხოლო ჩუაში. ეხლა ავიღოთ ხორცი 1, ხორცი 2. ეხლა დავასხათ ყველი соуსი ცოტა. 1 კოზი ყველი соуსი დავასხათ, მეორესაც 1 კოზი ყველი соуსი დაასხი. მეორეც დავასვათ. დავასვათ. ესეც ესე. და დავადოთ ჰალაპენი. ჰალაპენიოები. ბევრი ჰალაპენიო გიყვარს შენ ხო? დიახ. მეწყობი მაგადგა ხა? ძალიან ბევრი, აი ესენი გამიღიზია. დავადოთ ზევიდან მეორე ბანი. და სანამ დავაგენოთ ჩვენ ჩილი ჩიზბურგერს, მანამდე გეტყვით, რომ კოკოლის რა ძალიან მწყურია. კი. კოკოლის ყვითელ თავსახურების შეგროვება კიდე გრძელდება და კოდების შეყვანა აპლიკაციაში და თქვენ შეგიძლიათ რომ შეიყვანოთ ჩინეთ კოდები და მოემზადოთ შემდეგი ლიდერბორდისთვის. რომელიც შეიძლება რომ ძალიან კარგი საჩუქრები დაგხვდეთ, იმიტომ რომ წინაზე იყო უფენიეს 30, პირველ 30 კაც ლიდერბორდში აჩუქეს 2 ბილეთი, ხოლო პირველ 10 კაც აჩუქეს 2 ბილეთი პლუს კოკოლის საჩუქრე ბოქსი. ამიტომ იაქტიურეთ დალიეთ კოკოლა, რადგან კოკოლის დალევა ეხლა უკვე ორჯერ სასიამოვნოა. უფრო სიამოვნოა და იაქტიურეთ ლიდერბორდში. კაი. იაქტიურეთ ლიდერბორდში ყვითელი თავსახურები. მოვიმარაგოთ. 1, 2 და 3. აი, აბა 1 და 3 წავიდა. მაგაგეულზე. ჟანი მაგარი გამოვიდა. ჩემი ტვინი ავტომატურად ეძებს განსხვავებებს და იდენტობებს. ძალიან იდენტური გემო აქვს. ეს ჰალაპენიო შვება, მე მგონი მაგას კარგად გაქვს ჩამარინადებული. მართლა გემრიელი ბურგერი არის. ჩილიში ზას უნდა იყოს ყველი ბევრი აქვს, ჰალაპენიო კარგად იგრძნობა, ხორცი გემრიელი არის. ძალიან იდენტური გემოა. აგერ აი ჩილი ჩიზის ექსპერტი ვარ, სერტიფიცირებული ექსპერტი საქართველოში და მე ვადასტურებ, რომ ეს ჩილი ჩიზი შედის ჩილი ჩიზების კოპიოების ტოპ 3-ში. ზუსტად ისეთი გემოსი, რაც არის OG ჩილი ჩიზი. ავარი ეგარო ყველი არ აგიჭოთ რა. გემო არის სასწაული. ჩვენი ეპიზოდი დასაშვებს მივახოლდა და იმედია მოგეწონათ, იმედია გააკეთებთ და ნახავთ თუ როგორ შეიძლება რომ ყველაფერი რაც კი კეთდება fast food რესტორნებში, სტრაფიკობის ობიექტებზე შეგიძლიათ სახში გააკეთოთ. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დალაიქეთ ეს ვიდეო და თქვენიც ერთი კლიკია ხო ჩვენს ძალიან ბევრს ნიშნავს. ერთად დავაშინოთ სუპერსკოვზის კიბერ სოფელი. ბაი.